რა ხდება ზოგადად პრინციპში ყველამ ძალიან კარგად იცის ქართული ოცნების შიგნით და ნელ-ნელა რაღაცა ყოველკვირე ულად ახალ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენდნენ სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდს და არიან რაღაც ბოლო პერიოდში დაახლოებული ირაკლი ღარიბაშვილთან და მოიაზრებიან როგორც ღარიბაშვილის გარემოცვა, ხედავთ მათ თავს რაც ხდება. ხო, აი თორნიკე რიშვაძის ფაქტი იყო, ახლა უკვე ჯოანშერ ბურჭულაძეს кейსიც გულისხმობ, რომ მისი ყოფილი მოადგილე და ახლობელიც ვიღაც ნათესავით თურმე დაუკავებია სულს და ასე შემდეგ. რას მიანიშნებს ეს ყველაფერი და რა სიგნალია თავად აი ოცნების რიგებში მდგომი იმ ადამიანებისთვის, ვინც რაღაცა დღემდე რჩებიან ივანიშვილის ირგვლივ და კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმები ეს მიანიშნებს რა თქმა უნდა იმას, რომ ოცნების შიგნითაც არის უდიდესი დაპირისპირება ძალაუფლების მიტაცებული ძალაუფლების პირობებში აქვს და მათ შორის გარჩევები იმისათვის, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნონ, გადაინაწილონ, ერთმანეთს ასე ვთქვათ, ამ ძალაუფლების შენარჩუნებას დიდძალი თანხაც სჭირდება და ამ თანხის მობილიზება მოახდინონ, ანუ ქართული ოცნება არის მისჩვეულ ამპლუაში და იმ ტერორს, რასაც მოქალაქეებზე ახორციელებდა აქამდე, უკვე გადატანილი აქვს ეს ტერორი სწორედ საკუთარ რიგებში. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს, ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ შიგნით აქვთ ერთმანეთში პრობლემები ძალაუფლებასთან დაკავშირებით, არამედ კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარე, ხო? პირველი, მათზე გავლენას ახდენს ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც დღეს საქართველოს ქუჩებში მიმდინარეობს, უკვე სამთვეზე მეტია უწყვეტად და გაცილებით დიდი ხანია და ასევე ის ართანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვახდნით ამ დროის განმავლობაში და ამ ართანამშრომლობის ფარგლებში და პროტესტის პარალელურად შედეგად მოსული არის უკვე არაღიარება ლეგიტიმაციის არ ქონა, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ხო? იმიტომ რომ არც ერთი პარტნიორი ჩვენი და არც ერთი მეგობარი ქვეყანა მათ არ აღიარებს როგორც პარტნიორებს. ამან გამოიწვია უკვე შიდა დაძაბულობა, შიდა პრობლემები და დაიწყო უკვე ბიძინა ივანიშვილმა მათ შორის, ეს უკვე მეორე საკითხია, საკუთარი თავის გადარჩენა. ნახეთ რა შეასაქმე ის არამშვიდობა, ის კრიმინალი, რომელიც ქართულ ოცნებას აქამდე მოქონდა მხოლოდ რიგითი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის მიტაცებულ ხელისუფლებას არ ვემხრობოდით და არ ვემხრობით იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იქნას დარღვეული, გათელილი, კანონის უზენაესობა არ არსებობდეს, ეხლა უკვე გადასული არის სწორედ მათ შიგნით და ნახეთ მიზანი არის აქ მნიშვნელოვანი და მთავარი, ხო? მათი მიზანი ის კი არ არის, რომ მართლა კორუფციას ებრძოლონ, მართლა მოახდინონ ამ თანხების ბიუჯეტში დაბრუნება არა, თუ კი ეს იქნებოდა მიზანი, ხო, ასეთ შემთხვევაში დღეს მათ შორის ამ მოქმედ გუნდში, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, უამრავი კორუმპირებული ადამიანი არის, უამრავი მილიონი დღემდე, ასე ვთქვათ, მიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და იპარავენ ეს ადამიანები, მაგრამ მათ მიმართ გამოძიება არ დგება, ხო? მათ მიმართ პასუხისგებლობა არ დგება და დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს დავალებული აქვს, რომ ეს თანხები ქეში თანხები მან ამოიღოს, ასე ვთქვათ, იმ თავისი მარიონეტებიდან, იმ ადამიანებისგან, რომელსაც აჭამა საკმაოდ ბევრი მისცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეძარცვა, მისცა შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხი ეძარცვა და დღეს უკვე ამ თანხების უკან დაბრუნებას ითხოვს. რატომ ითხოვს ამ თანხების უკან დაბრუნებას? იმიტომ რომ მას სურს ეს თანხები ქეშად ქონდეს და მას სურს, რომ იყოს მზად თუნდაც იმ ცვლილებებისთვის, რომელიც გარდაულად დადგება სწორედ ჩვენი პრინციპული პოზიციით, ჩვენი ართანამშრომლობის გაგრძელებით. ართანამშრომლობა თქვენ წინასწარმეტყველები ყავდათ და არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობდა. ის რაც აქამდე ანუ რითაც აქამდე მოვედით არის სწორედ ართანამშრომლობის შედეგი, ხო? სწორედ ართანამშრომლობამ ჩვენ ვიყავით მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის ის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩავხსენით სიები, რომლებაც მანდატებზე უარი განვაცხადეთ, რომლებსაც არ ვითანამშრომლეთ კომისიის ფარგლებში, ხომ არ მივედით აქ და ჩვენი კოალიციის სამი ლიდერი ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაგ ჯაფარიძე ამ წუთასაც სრულიად აბსურდული ბრალდები ძის, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ხო? და ამან მოიტანა ის, რომ რატომ მოხდა უბრალოდ ამ პოლიტიკოსების დაჭერა, იმიტომ რომ სწორედ ოცნებას სურს, რომ მის დღის წესრიგში შეგვიყვანოს. მის დღის წესრიგში ამბობენ, რომ ეს არ არის თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილთან და ამბობენ, რომ რაღაცა უმოქმედოდ ყოფნა სჯობს, რომ თუნდაც აი ამ არჩევნებში მონაწილეობით დავაზიანოთ, შეიძლება ვერ დავამარცხოთ, ამასაც ამბობენ, მაგრამ დავაზიანოთ ბიძინა ივანიშვილი. კი ბატონო, როგორ არის შესაძლებელი დაზიანდეს ბიძინა ივანიშვილი, თუნდაც აი მაგალითად ავიღოთ ლელოს შემთხვევაში, როცა ბოლო კვლევით დამოუკიდებელი კვლევით ჩვენი კვლევა ეს არ ყოფილა, რაც გამოქვეყნდა, ნედლი 4% ქონდა და იმ ნედლი 4%-დან კიდევ 46% ამბობს მისივე ამომრჩეველი, რომ
თუ კი პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ის არჩევნებზე არ მივა. აი ამ პირობებში როგორ აპირებს ან ერთი პარტია, ან მეორე პარტია დამარცხებას, ხო? თან გარდა ამისა, ლელოს მხრიდან ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ თითქოს 2-2-ზე კოალიცია არის ამ შემთხვევაში წინააღმდეგი და მომხრე, ანუ არ თანამშრომლობის და არჩევნებში გასვლის, ხო? სინამდვილეში ჩვენ სხვა სურათი გვაქვს. სინამდვილეში არ თანამშრომლობის ირგვლივ გაერთიანებული ვართ 8 პოლიტიკური სუბიექტი, 8 პარტია და არა მხოლოდ პარტია, ჩვენ კოორდინირებას უწევთ, თორე აქ არის გაერთიანებული რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, თვითონ რეჟიმის პატიმრები, სამოქალაქო საზოგადოება, რუსთაველის პროტესტი და ასე შემდგომ. და აქეთ არის ლელო და გახარია და მათ შორის ლელო, რომელსაც კოალიციაში რო ყავდა 4 პარტია, 2-2-ზე სწორედ იქ დარჩნენ, იმიტომ რომ ერთი თავისუფლების მოედანი სწორედ არ თანამშრომლობის ფორმატშია და იქიდან იბრძვის იმისათვის, რომ დემონტაჟი მოხდეს ამ რეჟიმის, იმიტომ რომ ამას მე ხელისუფლებას ვერ ვუწოდებ, როცა მიტაცებული არის ძალაუფლება, გაყალბებული არჩევნების შედეგად და როდესაც კრიმინალურ პროცესში არ ვაპირებთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, ხო? და ერთი ანადოლიძე, რომელიც არც ასე ვთქვათ, არ თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურ პოზიციონირებას აპირებს, თუმცა ასევე უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. არ თანამშრომლობა არის ის ერთადერთი გზა, რომელიც გამოფიტავს რეჟიმს. ხო ვხედავთ არა რა მოგვიტანა აქამდე. აი თუნდაც ის რაზეც ვისაუბრე, ის შიდა დაპირისპირებების კრიმინალი, რაც ყოველ წუთას ქუჩაში ხდება იმის ნაცვლად, რომ კრიმინალს ებრძოლოს ამ რეჟიმმა, თავისუფალ ადამიანებს ებრძვის, თავისუფალ მოქალაქეებს ებრძვის და აი თუნდაც ის რაც სასამართლოებში ხდებოდა და გუშინ მე თვითონ ვიყავი წარმომადგენელი ერთ-ერთი ადამიანის, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ, აი ხმამაღლა შემიძლია ამის თქმა 5,000 ლარით დააჯარიმეს. თუმცა დაპატიმრებას უპირებდნენ უბრალოდ იმდენად წარმოვაჩინეთ იქ, რომ აბსოლუტური უსაფუძვლობა იყო, მოსამართლე ცეკვავამ დაპატიმრება აღარ გამოიტანა, ასე თქვათ, დადგენილების ფორმით, მაგრამ არც საქმე შეწყვიტა და მოქალაქეებს უკვე ის უხარიათ, რომ მათი შვილები, მათი მეგობრები ციხეში არ გაატარებენ დროს და თუნდაც იყოს ეს ჯარიმა. არა მეგობრებო, ეს არის დასასრულებელი, ეს არის ძალიან მალე დასასრულებელი და სწორედ არ თანამშრომლობის ფარგლებში უნდა გავერთიანდეთ ყველა ერთად იმისთვის, რომ ამს დავასრულოთ და დავიწყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც შევძლევთ, რომ კანონის უზენაესობა დავაბრუნოთ, სადაც ადამიანის უფლებები იქნება პრიორიტეტული. ჩემთვის ადამიანის უფლება არის უპირველესი. მე თუ რამისთვის ვიბრძვი და მე თუ რამეს გავაკეთებ, ყოველთვის ვიქნები ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ეს პროფესიულადაც ჩემთვის ასე არის. მე ადვოკატი ვარ, ხო, პროფესიით და განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ვხედავ, რა ხდება სასამართლოებში და რა ხდება ადამიანებთან მიმართებით, ქალებთან მიმართებით, ბავშვებთან მიმართებით, როგორი უსამართლობა მძვინვარებს ამ ქვეყანაში. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ძალიან მალე. კი ბატონო, სასამართლო ახსენეთ, გუშინ ვიყავი სასამართლო პროცესეუთას, ხვალ არის გიორგი ახუბაძის სასამართლო პროცესი და სავარაუდოდ ალბათ გადაწყვეტილებასაც მოვისმენთ, ხომ განაჩენს ძალიან მძიმე საქმეა მართლა და ასევე ძალიან მძიმეა სასჯელი, რომელიც სამწუხაროდ ემუქრება სინდისის პატიმარ გიორგი ახუბაძეს. არ ვიცი, შეიძლება რაღაც მიამიტურად ჟღერდეს, მაგრამ მაინც როგორი გაქვთ მოლოდინები, ეს მინდა გკითხოთ და მაყურებელსაც რომ ვუთხრათ, რას ნიშნავს კიდევ ერთხელ აი ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ხვალ მიიღებს სასამართლო, რაღაცა ყველა წინასწარ რომ ვართ რაღაცნაირად შეგუებულები და მომზადებულები იმ რეალობისთვის, რასაც ხვალ მოვისმენთ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არც ერთი ის პატიმარი, რომელსაც ჩვენ რეჟიმის პატიმარს თუ სინდისის პატიმარს უწოდებთ, რეალურად არ არიან დაკავებული რაიმე დანაშაულის ჩადენისათვის. და ეს თავად ქართული ოცნების პრემიერმაც აღიარა, როდესაც მან განაცხადა, რომ პრევენციულად მოახდინა ადამიანების დაკავება, ასე ვთქვათ, რეჟიმმა, ხო? აი ეს რენდამ აიყვანა ხალხი და იმისათვის, რომ მერე სხვას შეშინებოდა, სხვადასხვა ბრალდებით მოახდინა მათი ციხეებში გამოკეტვა, ხო? ამას მოწმობს თუნდაც აი საბას ხვიტარიძის შემთხვევა, როდესაც ბრალი გადაუკვალიფიცირეს, თუმცა ის მაინც ამდენი თვეა და კიდევ არ ვიცით რამდენი ხანი იქნება პატიმრობაში სრულიად უსაფუძვლოდ, ხო? ყველა ამ რეჟიმის პატიმრით გამოკეტვით ციხეში უნდათ სხვა ადამიანებისათვის იმის ჩვენება, რომ აი შენ დაისჯები და შენ უნდა შიში უნდა დაეთესად ხალხში, ხო? რაც ვერ მოახერხეს და პირველ რიგში მადლობა იმ ბიჭებს და იმ ქალბატონებს, რომლებიც აი ესე გმირულად უძლებენ ამ უკანონო პატიმრობებს და თავისუფლება მათ, რა თქმა უნდა, და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, რადგან ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც რუქს უმაგრებენ პროტესტს და მათი, ასე
ვთქვათ, გაუტეხლობამ, იმან რაც პროცესებზე ხდებოდა საზოგადოებაში გამოტანამ, პირიქით ანტი იმუშავა, ვიდრე ეს ქართულ ოცნებას სურდა და ამიტომ იძულებული გახდნენ მედია, მაგალითად თქვენ აღარ დაეშვით სასამართლო დარბაზებში, ხო? და შეიცვალეს ნელ-ნელა რიტორიკა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სრულიად ბრალის გარეშე სხედან დღეს ციხეებში და მე ვიცი რომ ისინი ტევ პირველს უყურებენ და უდიდესი პატივისცემა მინდა აქედან გამოუხატო მათ. ხვალ არის ახობაძის, ხვალ არის გიორგი ახობაძის და ანატოლი გიგაურის გამოცხადებები. გიორგი ახობაძის შემთხვევაში ბოლო სიტყვა უკვე ითქვა, ჩვენ პარასკევს ველოდებოდით რომ ამის შემდგომ უკვე მოახდენდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, ანუ განაჩენის გამოცხადებას, თუმცა ასე არ მოხდა და გამოცხადდება ის ხვალ 10 საათზე. ამიტომ ყველას მნიშვნელოვანია რომ ძალიან ბევრი ვიყოთ იქ და დავანახოთ ამ ადამიანებს, როგორც ისინი შიგნიდან გვამაგრებენ, ასევე ჩვენ გარედან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი არის მალე დასასრულებელი და ამის დასრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ ყველა მოქალაქე, ვისაც სურვილი აქვს ამ ცვლილებების, დარეგისტრირდეს წინააღმდეგობის პლატფორმაზე, რომელიც ასე ვთქვათ, ამ 8 პარტიის ორგანიზებით არის წარმოდგენილი. წინააღმდეგობის პლატფორმა არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ ადგილებზე ყველა ცენტრში მოვახდინოთ დაპირისპირება იმ პროპაგანდასთან, რასაც სახელისუფლებო მედიები ახორციელებენ რეგიონებში, ხომ? მოვახდინოთ ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნა, მოვახდინოთ რეჟიმის პატიმრების თავისუფლებისათვის ბრძოლა და მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო თავისუფალ არჩევნებს. და კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ამ პლატფორმაზე დარეგისტრირება არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიემხრობიან ისინი. ეს არის თავისუფალი პლატფორმა, სადაც უბრალოდ რეგისტრირდებიან მოქალაქეები პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ვისაც სურს ამ ქვეყანაში ცვლილება, პატიმრების ოჯახის წევრების, მათი მცირეწლოვანი შვილების, აი ესეთი ტანჯვა, ესეთი გაუბადურება, მე-5 ადამიანი გარდაიცვალა, ხო, 5 ადამიანი გარდაიცვალა, მშობელზე მაქვს საუბარი, ამ პატიმრებზე დარდით. არ ეპატიება არავის, ყველა დროულად მოეგოს გონს, იმიტომ რომ პასუხისგებლობების დრო აუცილებლად დადგება და გიორგის მინდა უთხრა, რომ გიორგი ძალიან მიყვარხარ, მე მახსოვს შენი საექიმო გამოცდილება, ხნედიყავი, ჩვენ აქ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც არ უნდა გამოცხადდეს ხვალ შენ მაგდენი ხანი ციხეში ყოფნა არ მოგიწიოს, არც შენ, არც ნიკუშა კაციას და არც ერთ სხვა პოლიტიკურ პატიმარს.